ნასახლარი მდებარეობს თბილისში დიდ დიღომში, აღმოჩნდა 1998 წელს დიდი დიღმის განაშენიანების დროს და ითხრებოდა როსტომ აბრამიშვილის მიერ ჯერ და შემდეგ უკვე მიხეილ აბრამიშვილის მიერ და წარმოადგენს გვიანი ბრინჯაოს ნასახლარს. ეს ტერიტორია შეგიძლიათ ნახოთ, ეს არის 2003 წლის გათხრების შედეგები, წარმოდგენა რომ შეგექმნათ ძეგლზე. ეს უკვე გეგმა აღმოჩენილი, აქ აღმოჩნდა ორი დიდი მასიური ნაგებობა, რომელიც ითვლება რომ სავაჭრო იყო და არასაცხოვრებელი და წარმოადგენს გვიანი ბრინჯაოს ჭაშენ-წითელი ყურების კულტურის ნასახლარის ფრაგმენტებს. ეს ტერიტორია შემდეგ სახელმწიფო საკუთრება იყო და დროთა განმავლობაში გასხვისდა და პრივატიზებული არის თითქმის. ერთი ის მოხერხდა, რომ მერია ითხოვს წინასწარ არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარება, სანამ შენებლობები დაიწყება და ამიტომ ამ ტერიტორიაზე ხშირად ვატარებთ გადარჩენილ არქეოლოგიურ სამუშაოებს. ეს არის წითლად შემოხაზული არის აქ რასაც ხედავთ, ეს არის საჯოგის ნასახლარი, რომელიც უკვე დიდი რაოდენობის მიწის ქვეშ არის. სახელმწიფო საკუთრება არის და ჯერჯერობით არ გასხვისებულა. ეს არის ის საპროექტო ტერიტორია, რომელზეც ანგარიში უნდა წარმოგიდგინოთ. ამ ტერიტორიაზე იგეგმებოდა 2015 წელს არქეოლოგიური სამუშაოები ჩატარება ტორონტოს უნივერსიტეტთან ერთად, თუმცა გასხვისდა მაგ პერიოდში და ვერ მოხერხდა. და წელს მოგვეცა საშუალება, რომ ბოლომდე ნაწილობრივ მაინც შეგვესწავლა ეს ადგილი. ეს ტერიტორია სანამ რო გასხვისდა დაიყარა დიდი რაოდენობით მიწა და სადღაც 12 ნახევარზე მოგვიწია მიწის ამოღება, რომ კულტურულ ფენებამდე რომ დავსულიყავით. სამუშაოები ჩატარდა იმ ნაწილში, სადაც პროექტის მიხედვით მესაკუთრე სახლი უნდა ააშენოს. ეს გახლავთ ტერიტორია, რომელზეც მუშაობდით. ეს ნაწილი გათხრილი არის 1998 წელს როსტომ აბრამიშვილის მიერ და შემდეგ 2015 წელს იგეგმებოდა ამ ნაწილის შესწავლა მიხეილ აბრამიშვილის მიერ და ჩვენც ამ ნაწილში გავაგრძელეთ მუშაობა. ეს ნახაზი აღმოჩნდა რამოდენიმე რაღაც 15 სანტიმეტრის სიღრმის ორმოები, სადაც მოდიოდა კერამიკის ფრაგმენტები და ეს არის კედლების ფრაგმენტები, რომელიც ეკუთვნის უკვე გათხრილი ნომერი 6 ნაგებობის კედლებს. ეს არის ტერიტორია, რომელზეც ჩვენ ძირითადად გავაგრძელეთ მუშაობა ამ ნაწილში, და ცადეთ ჩავსულიყავით სიღრმეში, ანუ დაგვიფიქსირებინა სიღრმეზე ჩადიოდა კულტურული ფენები და ეს მიწის ზედაპირიდან 5.5 მეტრის სიღრმეზე ჩადის. დამწვარი დიხანარევი მიწის ფენები. შემდეგ უკვე სტრატიგრაფია რო დაგვიფიქსირებინა ჩავჭერით საფეხურებად და
ეს არის უკვე სტრატიგრაფია, რაც ხდებოდა. წინა წლების გათხრების შედეგად აქ ყველა ფიქსირდება ეს დამწვარი თიხანარევი ფენები, რომელზეც დაშენებული არის უკვე ის ქვის ნაგებობები. როგორც ჩანს, ჯერ ამ ტერიტორიაზე მოსახლეობა აშენებს თიხისგან და იყენებს ხისძელებს, აქ კარგად ჩანს ხისძელის ორმოს ნაწილი და შემდეგ უკვე იწყებს უკვე ბოლოს აშენებს ქვის ნაგებობებს. ეს არის კერამიკა, რომელიც მოდიოდა სტრატიგრაფიის მიხედვით სხვადასხვა დონიდან. და ეს არის მასალა ორმოდან და ეს არის უკვე სტრატიგრაფია მთლიან თხრილში, ეს ჩრდილოეთის კედლის სტრატიგრაფია არის და ეს არის კერამიკა, რომელიც სხვადასხვა სიღრმეზე ჩნდებოდა მთელს ჭრილებში. ყველა მასალა განეკუთვნება ძირითადად ჭაშან-წითელი გორების კულტურას. ეს შედარებისთვის ეს არის 2003 წლის გათხრები ასევე. ეს უკვე გაჩვენეთ, რომ კედლები დაშენებული არის პირდაპირ დამწვარ ფენებზე. აქაც კარგად ჩანს. და მადლობა ყურადღებისთვის.